What's up YouTube? Салам ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ წინა ფაქტიურად პოდკასტი გარკვეულად დანამატებზე, თევზის ხმაზე, ბეციაზე და ტრიბლიუსზე მოგეწონათ და გადავწყვიტე რომ მსგავსი რაღაც ფორმატის ვიდეო დღესაც ჩავწერო. და დღეს ბიჭები შევესწრები რომ უფრო შედარებით მოკლე ფორმატში შემოგთავაზოთ განხილვა კიდე არანაკლებად ცნობილი შეიძლება ითქვას დანამატების. დღეს გვექნება განხილვაში 3 ასევე ჯიგრულად მარკეტინგის მხრივ მოხდილი საფლემენტი, ესე იგი გვექნება უეჭველი არგინინი, გვექნება უეჭველი გლუტამინი და გვექნება უეჭველი ზმა. ზმა ეგ არის გარკვეული ისეთი კომპლექსი ცინკის, მაგნეზიუმის და ვიტამინი B6-ის. დეტალურად ფაქტიურად მაგ ინფორმაციას დღეს გავივლით და ეხლა ვფიქრობ უბრალოდ რით დავიწყო. თავარი ნიუანსი რაში არის, რომ როგორც მახსოვს მე მიახლოებით 10-12 თუ 15 წლის წინ ძალიან დიდი ხნის წინ 10 წლის წინ უეჭველი რა. ზმაზე მიყო მაგარი ბუმი, რომ ვითომ სიო კაროჩე რა, აი ძილისთვის კომბინაცია ისეთი რაღაც ჯადოსნური შექმნეს, რაც რავი, მაგრად დაგვაძინებს, პახულდო ტესტოსტერონს აგვიწევს და რავი 1000 მოკლედ მსგავსი რაღაცა სარეკლამო ჰაიპი იყო. თუ არ ავსწრები ფეხბურთელმა ფეხბურთელმა თქვა რომელიღაც გარკვეულ რაღაც ინტერვიუში საფლემენტებზე კითხეს რომ და იღებდა არაფერს ის განსაკუთრებულს რომ იღებ პროტეინს, კრეატინსო და ზმაო. ახლა როგორ ნიუანს მარკეტინგის სისტემა ისე არის მოწყობილი, მარკეტოლოგები იქ ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან და ახლა როგორ მექანიზმს რომ ყველაზე მთავარი რაც არის რეკლამაში უნდა გადაიხადო რეკლამა იმ ხალხთან, ვინც უფრო მეტად არიან მოთხოვნილებადი ყურების მხრივ. თქვენ რო ხდებოდეთ ახლა რა ვიცი, მაგალითად ავიღოთ საქართველოს, დავიღოთ მაგალითად რუსეთი. არიან გარკვეული YouTube ბლოგერები, რომლებსაც მაგალითად ყავთ 10000 გამომწერი. თქვენ რო ხდებოდეთ იგივე მსგავსი აუდიტორია საქართველოს ვიღაცა თქვა ნორმალურ ბლოგერს ვერ ეყოლება, იმიტომ რომ უხეშად ჩვენ ვართ მაგალითად რა ვიცი 4 მილიონი და იქ არის უხეშად 150 მილიონი. ხალხი უფრო მეტი არის. იგივე სიტუაცია არის სარეკლამო ვარიანტში, ხო თქვა ლოგიკურია რომ ყველაზე ცნობილია ხა რა ვიცი ერთ-ერთი სპორტ სახეობა, რასაც ყველაზე მეტად უყურებენ არის ფეხბურთი. ფეხბურთელებმა რაც მახსოვს ფაქტიურად აი მსგავსი რაღაცეებში, თან ახლა ფაქტიურად ვინ იყვნენ ძალიან სვეტში 5-10 წლის წინ კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი, მაგათ ვარიანტში გინდა თქვა რაღაც ასაცვენებს მსგავსი რაღაცები რაც არის, მაგათ ხალხი უყურებენ და როგორც მახსოვს ცინკზე, ზმაზე, სახეს ვერ ვიხსენებ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მაშინ თქვა, მაშინ წამოვიდა მაგარი ბუმი. მე შესაბამისად ლოგიკურია რომ წამოვიდა სპორტსმენებისაგან მაგაზე საუბარი და დღეს დეტალურად აგიხსნით რატო ეგ არის ეგ დანამატი, ასევე რო შევაფასოთ 10 ბალიდან მაქსიმუმი რო დაეწეროს ალბათ 2-იანი და ავხსნი მაყოლა დეტალებს ახლა ამ ვიდეოში. ამინომჟავების არგინინს და გლუტამინს მაგაზე ვიბაზრებთ მე. აგიხსნით როგორ სიტუაციას. ზმაზე თუ მივა საუბარი, შიგნით არის 3 გარკვეული დანამატი. არის ისე იგი მინერალი მაგნეზიუმი, არის ისე იგი მინერალი, ისე იგი ცინკი და არის კი ვიტამინი B6 თუ არ ავწდები. აგიხსნით როგორ ვარიანტს. B6-ის ლიშად ეს ვარიანტი შეიძლება ითქვას რაღაცა მომხმარებელი მე ცვეთში ვარ. მაგრამ ავხსნი რას? ყოველთვის რაღაცა ჩვენ საფლემენტს და რამე დანამატს თუ ვიღებთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ რაღაცა ნივთიერებას როგორ შეიწოვს კუჭნაწლავის სისტემა და როგორ აქვს ათვისების პროცენტულობა. რასაც ფაქტიურად ზმაში დებენ მაგნეზიუმს, დებენ უფრო მეტწილად ოქსიდის ფორმას. ოქსიდის ფორმას აქვს უზომოდ დაბალი ბიოათვისება. თუ არ ვაცდები 4-დან მე მგონი 7%-მდან. ფაქტიურად ჩვენ რასაც მაგნეზიუმს ვიღებთ, ვერ ვითვისებთ, ანუ ჩვენ მგონია რომ ვიღებთ, მაგრამ ვტოვებთ მე უნიტაში. მეორე ნიუანსი, იგივე სიტუაცია ფაქტიურად შეეხება ცინკს. არის თუ არ ავსწრები ხოლმე უმეტეს ზმებში ფორმა ასპარტატი. ასპარტატიც ეგეც საზიზღარი ფორმა არის, ეგეც ფაქტიურად არ თვისდება ნორმალურად კუჭით და ეგეც ფაქტიურად გამოდის რომ მაგას ყოველდღე უნიტაში ვტოვებთ. იგივე სიტუაცია ახლა მესამე ფაქტიურად ვიტამინზე რაც არის B6 ხოლმე შიგნით დამატებული. B6 ვიტამინი ზოგადად ეგეც იგივე ფონტი არის, ანუ არის აქტიური, რაღაცა გარკვეული თქვა და არის რაღაცა თქვა არააქტიური ფორმები. B6 ვიტამინებს ზოგადად ვაფშე ყოველასი რა გინდათ რა ვიყოთ თქვა B12 არის თუ არ ავწდები მეთილკაბალამინი არის ძალიან აქტიური ფორმა, რომელიც კარგად თვისდება და რეალურად მაგრად მოქმედებს გამძლეობის თემაზე იმ პონჩი, რომ ჰემოგლობინს ეწევა, ერითროციტებს ეწევა და ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინია, მაგალითად სხვადასხვა ვილაპარაკებ. და არის თუ არ ავწდები ციანკოკაბალამინი, რომელიც არააქტიური ფორმა არის, ანუ ცუდად უფრო თვისდება რა. იგივე სიტუაცია არის B6. ზმაში არადოს არ ჩადებენ აქტიურ ფორმას, ქვია P5PI, P6-5 არის. ეგ არის რეალურად მაგარი ისეთი უფრო ვიტყოდი ისეთი ფორმა, რომელიც დაჟე ცოტა აქვეითებს პროლაქტინს და თქვენ ხვდებით და იცით ჩემს წინა ბევრ პოდკასტებში რომ პროლაქტინი როცა მაღალი გვაქვს ჩვენ, ეგ არის ფაქტიურად რაღაც ანტაგონისტი დოფამინის, ანუ რაღაცა мотиваცია, დრაივი, რაღაცა მიზანდასახულობა, როცა პროლაქტინი მაღალი არის, გვეკარგება. ამიტომ ისეთი თემა არის ფაქტიურად რომ ზმა ავხსნი მაგნეზიუმიც
მაგნეზიუმი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი არის. ძალიან საჭიროა. აი 300 კოეფერმენტში აი 1000 რაღაცაში იღებს მონაწილეობას, მე სისტემატიურად უბერავ, ბაზარი არ არის, მაგრამ აგიხსნით როგორ ნიუანს. ფორმა არის მთავარი. თუ ვიღებ საუბარს თქვა მაგნეზიუმს, მაგნეზიუმი უფრო საინტერესო იქნება ალბათ ჩემთვის ორი ფორმა, ტრეონატი და ალბათ გლიცინატი. რაც შეეხება ოქსიდს, არა, ოქსიდს პლუს კიდე პახუდუ ოქსიდსაც და ციტრატსაც ის აქვს კიდე რომ რაღაც დადებითი შეიძლება პახუდუ ჩავარტყა იუარიანს, რომ ვისაც თქვა აი ძალიან აქვს პუჭის შეფულობა ხო არიან ხალხი ხა რა ვიცი შეება 5% თქვა ხა ვიცი ყურებენ ამას. მაგ სიტუაციაში თქვა რაღაც გარკვეულად ოქსიდები და მსგავსი რაღაც ფორმები ცოტა ფაღარაც გამოიწვევენ და ვისაც თქვა შეკლუბობა აქვს შეიძლება რომ მაგ სიტუაციაში გამოდგეს. დანაც ეს სიტუაციაში რასაც იმენა კონკრეტულად არის ზმა, სულ არ აქტიური ფაქტიურად ფორმები არის შიგნით მიკროელემენტების და გინა მიგვიღია გინა არა. თუ ვიღებთ ცალკე რაღაცა ვარიანტში თქვა სამივე ფორმას თუ განვიხილოთ, პირველივე რასაც თქვი ესე იგი ფაქტიურად შეიძლება რომ რაღაცა ეს ვარიანტში მოხდეს, ჩვენ თვითონ ავაწყოთ ცალკე აქტიური ნორმალური ზმა ფაქტიურად. ავიღოთ ესე იგი მაგნეზიუმზე თუ მივა საუბარი, ავიღოთ გლიცინატი ან ტრეონატი, ხო, მეგობრებო, ცოტა ძვირია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ახლა ნებისმიერ ვარიანტში სამყაროში თქვა, რა ვიცი, არ არსებობს იაფი და ხარისხენი. ყოველთვის რაღაც ხარისხენი რო გვინდა, უნდა გადავიხადოთ მეტი ფინანსები, ესე არის რა და. იმიტომ რომ ყველაზე მთავარს ვაკეთებთ ეკონომიას, ვაკეთებთ იმისას, რაც ყოველთვის ძვირფასი გვაქვს დრო, ანუ დროში რაღაც გარკვეულ მომენტში რაღაცას ასაც ვიღებთ სწორი მიმართულებით, ეფექტურად გამოვიყენებთ და იმისთვის არ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველაფერი მოგწეს რაღაცა გარკვეული ჩვენ შედეგი. მაგნეზიუმის ვარიანტი ეგ არის. თუ მივასაუბარი ცინკზე და ტესტოსტერონს რო უწევენ, წინა ვიდეოში თქვი, რომ თუ ადამიანს აქვს იმენა ნაკლებობა, მაშინ შეიძლება რომ რაღაცა თქვა გააკეთოს ტესტისთვის, მაგრამ ნაკლებობა ცინკისა 80 ალბათ 15% ხალხს არ აქვს, ამიტომ ვიტყოდი რომ ეგეც ტესტოსტერონის კუთხით არა. მაგრამ ზოგადად ყველაფერი მიკროელემენტებს თუ შევეხებით, ყველაფერი მაინც საჭიროა. ამიტომ თუ მივასაუბარი ცინკის ფორმაზე, ჯობია რომ იყოს თქვა ბისციგინატის ფორმა, რომელიც კარგად შეთვისდება. და იგივე სიტუაცია თუ მივალთ B6-ზე, თუ B6 განვიხილავთ, დაიცინეთ ცალკე გინას დაბალი დოზირება, გინაც იყოს 20, გინას 40 მილიგრამი P5P აქტიური ფაქტიურად ფორმა B6-ის. აი მაშინ ექნება შინაარსი. კლასიკური რაც არის ფაქტიურად ძმები, გადმისაქენით. გადმოშალეთ და წაიკითხეთ. ნახავთ რომ მანდ არის მაგარი მარკეტოლოგიური ფაქტიურად ხრიკი. ეხლა შესაბამისად გადავალ ალბათ ყველაზე ტკბილზე ჩემთვის და რაზეც მომდის ხოლმე ძალიან ხშირად ხოლმე კამათი, ბევრი მაგარი გურუები არიან, რომლებიც ხშირად ხოლმე რაღაცა ვარიანტში ეხლა გაიჩიჭა ჩატზე ყოველას თავისთავი გონია რომ პროფესორია ახლა ყავს ყოველას ჯადოსნური ჩატი რო ხდებოდნენ თან ყოველ საინტერესო ის არის კი ქვევით რო უწერია ჩატს რომ ჩატი გაფრთხილებს თავიდანვე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს რასაც შენ წერს ინფორმაციას და კიდე ყველაზე თავარი ის არის რომ ჩატს შესაძლებელია რომ შესწავლებს უშვებდეს და გადაამოწმეთ მაინცო და ბოდიში და ნახვი მინდა მაშინ მასთი დავხმარეთ თუ ყოველივე სიტყვა უნდა გადაუმოწმო ეგ საინტერესოა მაგრამ ბევრი ხომ მაგით სარგებლობს და ბევრთან მოსვლი როგორი კამათი მე ლიშად მაგარი მოყვარული ვარ სიალისის იმ კუთხით რომ სიალისს აქვს ბევრნაირი ფუნქცია ყოველთვის როცა მიდის საუბარი ჯანმრთელობაზე და სპორტზე, მიდით ივარჯიშეთ და სპორტი არის ჯანმრთელობა. ყველაზე მთავარი ნიუანსი არ უსვამენ ხაზს. იმიტომ არის სპორტი ჯანმრთელობა, იმიტომ რომ სპორტით ჩვენ ბიცეპს ავწერთ თუ ტრიცეპს გავშლით, მაგით ხდება უბრალოდ შესაბამისი რაღაც გარკვეული მექანიკური რაღაცა თქვა წინააღმდეგობა. იქნება რაღაცა გარკვეული პროცესები, მიდის სისხლის მიმოქცევა, რაც არის ყველაზე მთავარი და ყოველი სისხლის მიმოქცევა უჯრედებში ეგ არის უზომოდ კარგი. და სიალისი ფაქტიურად ჩვენ გინაც არ ვივარჯიშოთ და თქვა რაღაც დაბალ დოზირებას ვიღებთ, ზოგადად სისხლის მიმოქცევა თლიან სხეულში ყოველივე ქსოვილებთან იქნება ფეხის თითი თუ ნეკათითი შესაბამისად იზრდება. ამიტომ სიალისი არის უზომოდ მაგ კუთხით შესაბამისად ძალიან მაგარი, რომ უზომოდ კაი არის. კიდე შესაბამისად ენდოტელიებისთვის ფაქტიურად რაც არის რაღაც გარკვეული ქსოვილებში ბარიერი რაღაც გარკვეული კიდე ქსოვილებში მაგის ტონუსს ეხმარება და ყველაზე კიდე მთავარი რაც არის ერთადერთი ალბათ ისეთი ნივთიერება რომელიც კიდე გზად პროსტატისთვის ძალიან ბევრი საფლემენტებს აი კიწეს აი ლიკოპინი რა ვიცი თქვა სტინიგნეითლი აი ბევრია ბეტა-სიტოსტეროლები ბევრი რაღაცები არის მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო ჯიგრული ხარდკორული რაც არის ალბათ არის სიალისი და კიდე ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის ავტორიტეტი ძალიან ბევრი არ არის ვისაც მე ვთქვათ რაღაცას ვთქვათ უსმენდე და ასე შემდეგ რა და რამდენიმე ადამიანი ვინც ჩემს ცხოვრებაში შეიძლება ითქვას რომ მაგათგან ძალიან ბევრი ცოდნა მე მივიღე და რეალურად ბევრი ისეთ საინტერესო რაღაცები მითხრეს იმ პონჩში რომ მე ყველაფერი გადავამოწმე ანალიზებზე და რეალურად ანალიზებზე რაღაცა დადებითი მივიღე ალბათ ერთი რამდენიმე კაცია სტენი ეფერდინგი რამაც იმოქს რომ მაგ ხალხთან აი ვიცი ახლა თქვი მიახლოებით 1-3-4 კაცი რა უხეშად ყველა მომდენ რომ სიალისი არის ჩვენი ბრო პროსტა გააჩნია დოზირებას და სიალისი ხა იმიტომ მოვაყოლე რომ ყოველ სარგინიზე თუ მივსაუბარ და ვიღაცა თქვა თარგინიზე წამოაგდებს ხოლმე საუბარს ყველაზე მთავარი რაც არის კუჩი ჩვენ
გვაქვს გარკვეული რაღაც ფერმენტი, თუ არ ვცდები სახელი ქვია არგინაზე, რომელიც ჩვენ არგინის როცა ვიღებთ, მაგას ეგ ფერმენტი შესაბამისად მაგასთან კონტაქტში ანადგურებს მაგას, თვითონ მაგას არგინის რაღაც გარკვეულ დიდ პროცენტულობას ეს შეიძლება ითქვას, რომ იღებს თვითონ და ანადგურებს და ჩვენ არ ვითვისებთ ნორმალურ რაოდენობას. ამიტომ ეგ არის პირველი გარკვეული ეს ვარიანტი შეიძლება ითქვას, რომ კაგბი ცუდი არგინის ვარიანტში და კიდე როგორ სიტუაციას ფაქტიურად ავხსნიდი, რატომ მე არ მევასება იმენ არგინინი. ცოტა ისეთი ძალიან ისეთი მოვლითია, მაგრამ ვინც თემაში ხართ, კარგად გაიგებთ. განსაკუთრებით ვინც უბერავთ თქვა თან ჭიდაობას, ან ბევრ ციკლიკურ სპორტს და დაკვირებულები ხართ იმას, რომ თქვა ჯაზზე მოხვედით, კარგად ვარჯიშობთ, ჯიგრულად ვარჯიშობთ და ბახ რაღაცა თქვა იმუნური სისტემა გააჩმახა თქვა თან გაცივდით რაღაცა პონტი მოხდა. აგიხსნით რატო, როცა ადამიანი არის დაკავებული ნორმალური სპორტით, თქვა, ინტენსიური სპორტით და მიდის რაღაცა პიკზე და მიდის რაღაცა ექსტრემალურ დატვირთვებზე. მნიშვნელობა არ აქვს, თქვა, გინაც იქნება, თქვა, რაღაცა კაჩაობის რაღაცა მომენტი, თქვა და სულ ძიმეწონებზე მიდის და მიდის კაი დატვირთვებზე. თქვენ ხვდებოდეთ იმას, რომ იმუნური სისტემა ქვეითდება. ანუ მერე უფრო თქვენ იმუნური სისტემა ხდება უფრო ადვილად ადაპტირებული რაღაც გარკვეული ვირუსის მიმართ. შეიძლება ვიღაცამ თქვა, გვერდზე გაიაროს, მაგარი განადგურებული ეტაპი ქონდეს თქვა, აი უკვე პიკზე რომ მიდიხარ თქვა, საშიჯიბრო პიკზე რომ მიდიხარ და რო უკვე დასვენება უნდა დაიწყო თქვა ერთი კვით ადრე და ვიღაცა გემრიელად ან დააცრუტუნებს, დააცემინებს, ან მოვა შენთან კონტაქტში, ან ხელს ჩამოგართმევს, ან გადაკოცნის და ეგ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბახტა თქვენ შესაბამისად რამე ვირუსი წაიკიდოთ და ჩაიშხამოთ მთლიანად ვაფშე მომზადება რა. და აუხსნი როგორ ნიუანსი. ჩვენ ორგანიზმში ჰერპესი მეგობრობს და არის ფაქტიურად ყოველას აქვს ჰერპესი. აუხსნი პროსტა როგორ სიტუაციაში. ეგ არის იმუნურ სისტემაზე. იმუნური სისტემა თუ არის ჯანზე, ჰერპესი თავს ვერ გამოყოფს. იმუნური სისტემა თუ არის არაჯანზე, ჰერპესი გამოყოფს. თან ისეთი მერსკირი, ესეთ საზღარი არის და თან თუ კიდე თქვა გვაქვს ჩვენ ღრძილში შიგნით თქვა, თან გვაქვს ეს ვარიანტი დახურულ სივრცეში კიდე ჯანდაბას იმ ტკივილს და დისკომფორტს მოვიწმენთ, თუ აი ბლეაც ამოდის აი აქ ჰერპესი და ამოდის აი აქ ჰერპესია რა. ხალხთან ურთიერთობა თუ გიწევთ და რაღაცა ცოტა ისეთ პონტს უხერხული ისეთი შეიძლება ითქვას რაღაცა პონტი არის რა და ამიტომ პროვოცირებას უკეთებს ჰერპესს ძალიან მაგრად ამინომჟავა არგინინი. აი მაგით არ მიყვარს უფრო მე არგინინი. როგორც თქვი რომ ესე იგი არგინაზე შესაბამისად კუჩის ფერმენტი რომელიც მაგას ანადგურებს, ანუ აქვს დაბალი ბიოათვისებულობა. თუ მივასაუბარეთ თქვა და ვიტყვით რომ კიკონ თუ დაბალი ბიოათვისებულობა აქვს, მოდი ბევრი დოზირება მივიღოთ. ბევრი დოზირებას თუ მივასაუბარეთ თქვა 8 და 10 გრამზე, დიდი შანსი არის იმით რომ ფაღარათი დავიმართოთ. ანუ კუჩნაწავი კარგად ვერ მიიღებს. ანუ გაუკეთებიათ ექსპერიმენტები ჩემ მეგობრებს 10-12 გრამი მიუღიათ, უეჭველი მეტწილად ფაღარათი ან დისკომფორტს ან შებრილობას ან კუჩზე რაღაცას აჩმახებს. იმიტომ შესაბამისად მე აი ამ ორი კუთხით არ მევასება არგინინი და კიდე ყველაზე მთავარი კიდე ერთ-ერთი რაც აქვს. მთავარი როგორ თემაში, ანუ უფრო მთავარი უკვე თქვი, მაგრამ რაც არის ფაქტობრივად ფაუდერები, რასაც აი ფაუდერს იყიდით, აი თუ გაგისინჯეთ ისეთი ყროლი გემო აქვს რაღაც არასასიამოვნო, რომ დასალევად უზომოდ დისკომფორტს გამოიწევს რა და ამიტომ პოსტა გაპიარებულია ძალიან რომ პამპისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ისევ პამპზე თუ მივასაუბარი, ყველაზე მაგარი ალტერნატივა პროსტა აი უდაოდ იქნება ამინომჟავა ციტროლინი. და პამპზე თუ მივასაუბარი, ახლა კიდე ის არის პონტი, რომ თუ თქვათ ფინანსები გვაქვს, შეიძლება რაღაცა ნორმალური ეს ვარიანტი შეიძლება ითქვას რაღაცა ტრიო შევკრათ რა და აი რაღაცა ალბათ ყველაზე იული პონტი, ალბათ და ყველაზე ისეთი იაფი ვარიანტი იქნება ჩემთვის 1,000,000% სიალისი. 5-10 მილიგრამი იქნება საკმარისი. დაჟე გინდაც 2.5 მილიგრამი. და კიდე სიალისის აქვს ბიჭები ძალიან კაი, რომ აქვს ხანგრძლივი პროლონგირებული მოქმედება, ანუ აკეთებს იმას, რომ მიახლოებით აქტიური არის, მიახლოებით 24-დან 36 საათამდე. ანუ ფაქტიურად თქვენ რომ მაგას გინდას დღეგამოშვებით იღებთ რა, თქვენში სისხლის მიმოქცევის პროცესები ფაქტიურად უფრო უმჯობესდება. ასევე როგორც თქვი რომ ფაქტიურად პროსტატის რაღაც ვარიანტში ჰიპერტროფიას თუ მივასაუბარეთ, ძალიან ბევრი კვლევები იყო, რომ მაგას დროთა განმავლობაში ხანგრძლივ პერსპექტივაში მაგის შანსებს აქვეითებს ასაკში და გეონებით რომ გადააბიჯებთ 60 წელს ყოველას გვექნება პროსტატის პრობლემა და სანამ ეხლა რა ვიცი ხართ, რა ვიცი 25-30-ისები, რაც ეხლა მოუფრთხილებით, თქვენთვის ეკპიზდეცი მოვა უფრო შედარებით უფრო გვიან, რომ მაინც მოვა, მაგრამ მოვა თუ გიწერია რომ თქვა სიალისის გარეშე უნდა დაგემართოს პრობლემები თქვა პროსტატაზე 60-ისას თქვა სიალისის დახმარებით უეჭველიათ 10-15% მაგას იმასაც რომ გადაწევთ მაგ ვარიანტს რა. ამიტომ სისხლის მიმოქცევის თემაში და პამპზე თუ მივასაუბარეთ და პამპავიკები ვიცახართ გევასებათ, სიალისი დაბალი დოზირება 5 მილიგრამი, მე უკვე შესაბამის რაღაცა თქვა ისეთ საშუალო ვარიანტს მე ალბათ ვიტყოდი ციტროლინს, არგინის უშვებთ ნახვი, არ გვინდა, ვიღებთ ციტროლინს შეიძლება ბევრი დაილიოს, რა ვიცი, 5, 6, 8, 10, 12 გრამიც. და თუ მივასაუბარი ვაფშე რაღაცა თქვა ისეთ პრემიუმ ძალიან მაგარ ვარიანტზე, არის ესეთი ვარიანტი, ესეთ საფლემენტი იყიდება, ქვია სახელი Beet Roots.
ანუ თუ არ ვაცდები რაღაც გარკვეული ვაიმე B ის არის ჭარხლის ფაქტობრივად რაღაც გარკვეული ექსტრაქტები იყიდება. ეგენი საკმაოდ ეწევა ფამს, ანუ ეგეც კარგად ეწევა ფაქტობრივად აზოტს. მაგისგანაც კარგად ვიფამფებით, მაგრამ ისევ და ისევ. ეხლა უყურეთ ბიჭები ყველაზე მთავარი ნიუანსი. სალამი ყველა ბოდიბილდერს, ვინც ახლა მიყურებს მე და ვინც კაჩაობს, ვისაც თქვათ უცდია დაბალნახში წყლოვანი დიეტები და ადრე წლების წინ ხოლმე ჩვენ გვეგონა რომ იმინა მაგარი ფამფი რომ მოხდეს და იმინა ყველაფერი მოხდეს კუნთებისთვის, აი დავიბეროთ და რაღაცა ცილებ უნდა ვჭამოთ ბევრი რა და ყველა ვინც ფიტნესის თემაშია და ყველა ვინც ახლა ბოდიბილდინგის თემაშია, ვინც ბიჭები ხართ, თქვენ ხოშიანთ მიმიხვდებით იმ ვარიანტს, რომ კაი ფამფი ვერ იქნება თუ არ არის ნორმალური გლიკოგენი კუნთებში და არ არის ნორმალურად ბალანსი. ბალანს შესაბამისად მინერალების იმ კუთხით რომ როგორც არის თქვა რაღაცა წყალი თქვა ჩიქსოვიშა ეს კი გარე ვარიანტში ანუ რაღაც ნორმალური რაოდენობა თქვა და ნორმალური პროპორცია რომ გქონდეს ჩვენ სოდიუმის და პოტასიუმის აი ეგ ბალანსი თუ გვაქვს ნახშირწყლები თქვა ვარჯიშამდე მინიმუმი ვიტყოდი 1 გრამი კილოგრამზე 1.2 დაჟე თქვა 100 კილო ტიპი ხარ და მიდიხარ საკაჩაოდ 100-120 გრამი ნახშირწყალი რომ მიიღო პახუდუ თქვა 2-3 საათი ადრე თქვა ცოტა სიალისი უკვე შუა ვარიანტი როგორც თქვი ეკონომ პონტი მიიღო თქვა ციტრულინი 1-8 გრამი თავისუფლად იზიდაში 12 გრამი შეიძლება და მან კიდე ზევიდან თქვა დაამატო ბიტრუთი და აი პროსტა ძალიან დიდი ალბათობით და პლუს კიდე ვარჯიშის პროცესში კიდე თქვა კარბი გქონდეს ცოტა ნახიწყლები გქონდეს და კიდე მარილიც გქონდეს სოდიუმიც ჩაიმატო ცოტა თქვა სოდიუმი მიახლოებით რომ იყოს ვარჯიშის პროცესში 500-600-800 მილიგრამი ეგ არის მარილის გადაანგარიშებაზე მიახლოებით გრამ-ნახევარი 2 გრამი გამოდის მარილი რა აი ფამფი იქნება ძალიან ჯიგრული მარილის და მინერალების ბალანსი ვფიქრობ რომ მომავალში თუ გაგისწორდებათ მაგაზე წუიწული ჩავწერ აი ეს პონტი უფრო არის ჯიგრული და აი მინა არჯინინი არიან ხალხი მაგას ვერ გაიგებენ. უმეტესობას თქვათ, ყველანაირი თქვათ გარკვეული პროცესი რაც აქვს, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური. ვიღაცას ისეთი ჯორული იმუნური სისტემა აქვს, რომ აი გინა გვერდზე ვინც გინა დააცემინოს, გადააცემინოს, გინა არ გააკეთოს, აი ესეთი ბალანსი აქვს ნეიტროფილების, რომ ვაფშე მინდა კიდია რა და ის არ გინა ალევინი დღეში 15 გრამი ვაფშე პოხვი რა და მე მაქვს საუბარი უფრო ისეთ ვარიანტზე, რომ უმეტესობაზე არა ტალანტზე, მე ჩემი თავი არაზოს არ მიმაჩნდა რაღაც გარკვეულად სპორტის მხრივ რაღაცა თქვათ ან ტალანტი ან დაჯილდოებული. ჩვეულებრივი გენტიკის ტიპი ვარ, ჩვეულებრივი და რაც ვაკეთებ hard work pays off აი რასაც ქვია ჩემი შრომით და უბრალოდ შრომის უნარიანობით და უბრალოდ ესეთი ჟინიანი ხასიათით ვაგრძელებ ამ ყველაფერს და არაფერი განსაკუთრებული მე ისეთი პერფორმანსი არც მქონია, არც მაქვს ახლა, მაგრამ ვცდილობ ეს ინფორმაცია გავაზიარო უმეტესობისთვის, ვისაც აქვს საშუალო გენეტიკა. ახლა რა ვიღოთ თქვა კლავჭიში ლევან საგინაშვილს ვერ მოუგებს ვერავინ, იმიტომ რომ გენეტიკურად დაიბადა მასთი მონსტრი პლუს შრომის უნარიანა პახაობს, დისციპლინაშია წლების განმავლობაში, მაგიტო აქვს მასთი ვარიანტი და იმიტომ არგინინის თემები და მსგავსი რაღაცა პონტები ვისაც თქვათ აქვს ძლიერი იმუნური სისტემა, იმას ერტესი არ ამოვა, ვისაც აქვს და შედარებით სუსტი იმუნური სისტემა. იმას ეგ სიტუაცია შეაწუხებს. ამიტომ ზოგადად მე არგინის მაგას არ დავლევდი. იმუნური სისტემა თქვენ რო ხდებოდეთ, სიმსიმეს თუ მივასაუბარეთ, თუ ძლიერი იმუნური სისტემა არის, სიმსიმე ჯობით მოკეტეში არის. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ მაგას გაუფრთხილდეთ. ამიტომ ჯობია არგინინი თქვათ. არ დავლიოთ, გადავიხადოთ ცოტა მეტი, დავითრიოთ თქვათ სიალისი და ციტრულინი, გვექნება კაი ფამფი. და შესაბამისად პროვოცირებას საზღარ ჰერპეს არ გაუწევთ. ეგ არის ფაქტიურად, რაც შეიძლება რომ მე თქვა არგინინზე, გადავიდეთ გლუტამინზე. გლუტამინზე ვიტყვი ფაქტიურად ორ რაღაცა გარკვეულ ძალიან ისეთ საინტერესო ნიუანსს. კარგსაც ვიტყვი, იმიტომ რომ დილით მაქვს დალეული, არ გამოვარო ახლა. მე არავის შემთხვევაში ტყუილი და მსგავსი ფორმატი ჩემთან არხზე არავის არ იქნება, მე მევასება იმინა ჰარდკორი და მაქსიმალურად ლაპარაკი გახსნათ სიმართლეზე. ახშენ როგორ სიტუაციას? გლუტამინზეც ვიტყვი რას? აღარ მახსოვს თუ არა ვწდები აი ბოდიბილდერები ძალიან ვიქტორ მარტინესი, ჯეი კატლერი, მაგათი პაკალენი რო იყო, ეგენი ბაზრობდნენ რომ უეჭველი გლუტამინი, აი თქვა შეიქეში ვარჯიშის დროს უყრიდნენ ხოლმე რაღაცას თქვა ამინომჟავებს, გლუტამინსაც ამატებდნენ ხოლმე 5-10 გრამს. რამ ბევრი რეკლამა მოუგდია რომ აი კუნთების აღდგენისთვის გლუტამინი და რაღაცა ბევრი კაი ნორმალური ტრენერიც მაგას ბაზრობენ, არ ვიცი ბიჭები რა, არ ვიცი. ალბათ ეს ბევრს საკითხვა ეზარება და ძალიან ღრმად ჩაძიება რა. თუ მივასაუბარი ამინომჟავები ხდებოდეთ როგორ სიტუაციას. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეტაბოლური სიგნალი რაც არის კუნთების დისთვის მექანიკური სიგნალი. ეგ არის mTOR. mTOR ეგ არის აქტივატორი ფაქტორი ქსოვილების გამრავლების გაზრდის რეგენერაციის, რა ვიცი და აღდგენის და ასე შემდეგ. თუ მიდის საუბარი იმენა თქვა რაღაცა ძალისმიერ და ჰიპერტროფიულ პერფორმანსზე, mTOR ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველანაირი გარკვეული ამინომჟავები ბაზარი არის mTOR-ს წევენ მაღლა, აძლევენ მაგას სიგნალს, მაგრამ ნიუანსი არის იმაში, რომ გლუტამინი მაგაში იღებს
ფაქტიურად არანაირ მონაწილეობას. ანუ გლუტამინი ჩვეულებრივი ფაქტიურად ისეთი ამინომჟავა არის, რომელიც პროსტა ამინომჟავა არის. თუ მივასაუბარი იმენა თქვა რაღაცა ვარიანტში თქვა mTOR-ის აწევაზე, მან თუ არ არის კომპლექსი ამინომჟავების სრული 21 ამინომჟავა არ არის, ეგ არ მოხდება და თუ შევადარებთ მაგალითად mTOR-ის აქტივაციაზე თქვა ისევ, რომელიმე ამინომჟავას თქვა ჩვეულებრივი ლეიცინი რაც არის BCA-ში, ლეიცინი უფრო აქტიურებს mTOR-ს ვიდრე გლუტამინი. ამიტომ გლუტამინი აღდგენისთვის და კუნთის შელებისთვის და ამისთვის ეგ არის ზეზეული ნაიობი, ზეზეული ჩვეულებრივი ისეთი ტყუილი, როგორც აი რა ვიცი, არაფერი. გლუტამინს აქვს დადებითი თვისება შესაბამისად პროსტა უბრალოდ ის, რომ კუჭნაწლავის ეპიტელიებისთვის არის სასარგებლო. კუჭის გარკვეულად რაღაცა პროცენტულობას ჩვენ რო ვიღებთ თქვა გლუტამის მაგალითად თქვა 10 გრამს, მიახლოებით 5-6 გრამს ჭამს კუჭი. ანუ კუჭის რაღაცა ვარიანტში თუ ადამიანს კუჭნაწლავის სისტემა თქვა თან აქვს სუსტი, მაგ თემისთვის თქვა გლუტამინი ბაზარი არ არის, არის კაი. და მეორე კიდე დადებითი კიდე რაც აქვს, ცოტა დადებითს მიუშველი გლუტამის იმას, რომ თუ ვიღებთ დიდ რაოდენობას, მიახლოებით მინიმუმი 0.3-0.5 გრამს კილოგრამზე, ცოტა ეხმარება ნორმალურად იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. და თქვენ რო ხვდებოდეთ, რასაც რეკლამაში უწერენ, რასაც უკან აწერია Cervix-AIS თქვა რაღაცა ვარიანტი შეცაის გლუტამიზე თქვა 5 გრამი და 10 გრამი დღის განმავლობაში. ეგ არის ვაფშე არაფერი. 0.3-0.5 გრამი კილოგრამზე 100 კილოენ ტიპისთვის ეგ არის დღეში 30-50 გრამი. მაშინ აქვს შინაარსი. ამიტომ აი ეგეც გლუტამინის თემა რაც არის ფაქტიოდ, რომ რასაც რეკლამას უმეტესობას უწევენ, რომ მაგარი არის თქვა სასარგებლო რომ კუნთოვანის დასეხმარება და რაღაცა არა, ახლოც ვერ მოვა დაჟე ელემენტარულ ლეიცინთან რა, მაგრამ დადებითი როგორც თქვი ფაქტიოდ კუჭნაწლავისთვის უზომოდ არის, უზომოდ სასარგებლო არის და დადებითი კიდე ის აქვს, რომ დიდ დოზებში თუ ვიღებთ, ცოტა ოდნა უკეთესად მოქმედებს კიდე იმუნურ სისტემაზე რა. ეგ არის ფაქტიურად, რაც შეიძლება შეეხოს და შეიძლება ითქვას ფაქტიოდ გლუტამინზე და კიდე ერთ ნიუანსს აღვნიშნო. მე მაქვს ეხლავე გეტყვით რამდენი, როგორ გლუტამინი კუჭი, მე წლების წინ ნეტა ყოფილიყო ვიღაცა ნორმალური თქვა ტიპი. მე ხო ვარჯიში დავიწყე 20 წლის წინ, საერთოდ ინტერნეტი და ვაფშე რანაირი ცოდნა არ იყო. დაჟე არის 15 წლის წინ, რავი, დაჟე ალბათ ვიტყოდი 12 წლის წინ რა, არანაირი თქვა PubMed და რაღაცა მსგავს თემები არ იყო რა. აი ბოლო ვიტყოდი ალბათ აქტიურად ძალიან ჩაუჯექი ამ თემებს. რასაც ქვია იმენ ავამტყუბრად ამ თემებში სულ ყველა ჩემს სამეგობრო მიციან რა გზაც მაქვს მე დავლილი რამდენი ექსპერიმენტი რამდენი ისე მაქვს ჩემ თავზე მე გავიფუჭე კუჭი BCA-ი და ვიტამინ C-ით ანუ ერთ-ერთმა მაგარმა გურუმ მითხრა რომ BCA სიო კუნთებს იმენ აღადგენს და ეგ არის იმის გამო რომ მე პროგრესი არ მაქვს ვიღებდი გლუტამის დღეში 3-ჯერ სტაბილურად და ვარჯიშის დროს მიახლოებით რა ვიცი 30-40 გრამს და მაგით შესაბამისად მქონდა ეროზიები აი ძალიან რთული პონტი მაქვს გავლილი და სულ წლების განმავლობაში ჩემს კუჭს აი მაგარად უფრთხილდები ახლა პრებიოტიკები, მეტაბიოტიკები, რა ვიცი, პოსტბიოტიკები, ცინკი, პეპცინკი, კარნოზინთან ერთად პეპზინკ ესეთ დანამატი არის რა ვიცი, ხშირად თქვა რაღაცა თქვა ნექსიუმის გადაყლაპავს მიწევს და ეხლა სახარებიცელი ბულარდი და მსგავსი რაღაცები კუჭზე შეიძლება მომავალში ჩავწერო საინტერესო რაღაცა აი თუ კუჭზე პრინციპში რავი ალბათ აი ძალიან დაბალ პროცენტულობას კუჭი მაინც ბევრს არ აწუხებს რა და შეიძლება და გლუტამინსაც იმიტომ ვამატებ რომ კი აქვს რაღაც გარკვეული ისეთი კვლევები რომ კუჭნაწლავზე მოქმედებს ნორმალურად და თუ მაქვს ფინანსები და მიგდია თქვა თან ვიღაცა თქვა ბრო მიგრევებს ბიჭები მიგზავნიან ხოლმე კლიენტებს ჩუქნიან ხოლმე კილოიან გალონებს მე უბერავ როგორ დილით უსმულზე 1,000,000% 12-15 გრამი მე უბერავ კომბინაციას ახლა ტესამპე 4-ს მაგას რო დავლევ შესაბამისად მე რაღაც ვარიანტში გადის მიახლოებით 15-20 წუთი უბერავ ხოლმე უეჭველი გლუტამის 12-15 გრამს მე კიდე რაღაცას ისა იმას გლუტამის და ყველაზე მთავარი გამოჩენია BPC-ას როგორც ვინმე წავსო ხოლმე კიდე ძალიან ხშირად BPC-ას როგორც ვინმე კაფსულის ფორმაში ძალიან მაგარი ეგეც კუჭისთვის რა ფაქტიო და ციკლებად როგორ თქვა ორი თვე რო დავლევ მე 2-3 კვირა ვისვენებ მე ორი თვე დავლევ ესე ვაკეთებ ხოლმე მაგეთ კომბინაციას კუჭისთვის ანუ კუჭსაც აი ეხლავე ბარემ ამ ვიდეოშივე გამოდის რომ კუჭისთვის იმენა ეგ არის ძალიან მაგარი კომბო შესაბამისად რა მე ვარჯიშის თქვა დროს ან თქვა ვარჯიშის შემდეგ კიდე სანამ მივალ სახში ჭამამდე კიდე უეჭველი მიახლოებით 12-15 გრამი მიმდის და თუ არ დამავიწყდა ხოლმე საღამოს კიდე შეიძლება 10 გრამი ხოლმე ჩავაგდო საღამოს ძილის წინ. აი ესეთი ფაქტიოდ პონტი არის რა და რო ხვდებოდეთ ისევ და ისევ თუ მივასაუბარი იმუნური სისტემა კუჭი თქვა და იქნება რაღაც აღდგენა დოზები რომ მივიღოთ ბევრი მიახლოებით 30-40 გრამი და ფინანსური კუთხით არ გამოდის მომგებიანი კუნთებისთვის წვეთში რა.
ამიტომ ტყუილად მაგ თემაშიც ძალიან ქეშს ისტორიაში ნუ გადაყრით, მოიქეცით მაქსიმალურად ჭკუით და რა ვიცი, ბევრი გარკვეული მარკეტოლოგიურ ხრიკებს ნუ წამოიგებით რა. გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს ბიჭები, რა ვიცი, გამოიწერეთ, უეჭველი აკომენტარეთ ბევრი რომ იქნება რაღაცა მოხდეს, რა ვიცი, ცოტა წავიდეს ეს ვიდეო რაღაცა პოპულარიზაციაში ბევრმა გაიგოს, ბევრი საინტერესოს ვცდილობ გაგიზიაროთ და ეხლა აქტიურდება ფაქტიურად ისეთი სეზონი, რომ ძალიან ბევრს უნდა ტრანსფორმაცია, გამოშრობა, ზოგს მომატება, შეგიძლიათ რაღაცა თქვა გარკვეული ციკლები და ბლოკები აიღოთ ჩემთან ონლაინ მომსახურების ტრანსფორმაციის, ან გინდათ თქვა რა ვიცი, სპორტული რამე შეჯიბრები თუ გაქვთ, ვისაც გინდათ დახმარება ნებისმიერ სფეროში მომართეთ, მიპოვეთ შესაბამისად სოციქსელებში და ყველას ველკომ. ამასობაში ეგ არის ბიჭები, ყველა იყავით ჯანზე. მსგავს ფორმატს შევეცდები რომ გავაგრძელო და გემშვიდობებით დროებით. Adios, ყველას ბიჭები.